რის გაშვებაზე უნდა იფიქროთ და იმუშაოთ 2026 წელს. მოგესალმებით ჩემო YouTube არხის გამომწერებო. საინტერესო თემაა რა 2026 წელი, როგორც ესეთი ეს ძალიან ინტენსიური, ძალიან დინამიური, ძალიან თავბრუდამხვევი წელი სადაც ცეცხლოვან ცხენებს მივაჭენებთ, რომელსაც არც ლაგამი აქვს და არც უნაგირი. რაც ვისაც ერთხელ მაინც უჯირითია იცის ლაგამით და უნაგირით როგორ რთულია ცხენის გაჭენება ხო პირველად, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ლაგამის და უნაგირის გარეშე ვაჭენებთ ცეცხლოვან ცხენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს წელი ბევრისთვის იქნება ძალიან ტრანსფორმაციული, ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად ეს სირთულეები აუცილებლად მოგიტანთ და დაგანახებთ ისეთ შეუფასებელ გაკვეთილებს და გამოცდილებებს, რომლებიც ათმაგად გაგაძლიერებთ და ათმაგად კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელს, კიდევ უფრო მეტად პასუხისგებლიანს და კიდევ უფრო მეტად გასაგებს გახდეს თქვენთვის, თუ ვინ ხართ თქვენ. პირველ რიგში ადამიანმა უნდა შეიცნოს საკუთარი თავი, შეიცნოს საკუთარი მე, შეიყვაროს თავის თავი, გაიცნოს თავისი თავი. ჩვენ ადამიანები ხშირ შემთხვევაში არც საკუთარ თავს არ ვიცნობთ, არც საკუთარი თავი არ გვიყვარს სათანადოდ და შემდგომ საუბრობთ იმაზე, რომ სხვა ადამიანებს ვიცნობთ და სხვა ადამიანები გვიყვარს, მაგრამ ამ დროს არც ერთს ვაკეთებთ საკუთარი თავის მიმართ და არც მეორეს. ხო, ამიტომ არის ეს ამდენი გადაღებული თემები, ტოქსიკური ურთიერთობები, კარმული ურთიერთობები, გაუთავებელი გაკვეთილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის და პირობებში საკუთარი მეს შეცნობით იწყებს სამყაროში საკუთარი გზების დაგებას, კარგად გაიცნობს საკუთარ თავს, საკუთარ ღირებულებებს, ფასეულობებს, ვინ არის ის რეალურად, კარგად გაიცნობს საკუთარ საგვარეულოს სცენარებს, საკუთარ შესაძლებლობებს, საკუთარ სისუსტეებს, სიძლიერებს, მერე უკვე ხვდება ვინ არის და რა უნდა ამ ცხოვრებაში. და მაშინ, როდესაც არ ვიცით რა გვინდა, ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ და რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარები, სად არის ჩვენი ურთიერთობების კონტურები და ასე შემდეგ, ჩვენ რა თქმა უნდა ასეთივე ქაოტურები და გაუგებრები ვიქნებით პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და მერე უკვე სხვა ადამიანებისთვის. ამიტომ არის რომ ურთიერთობებში თავიდან ყველა ძალიან ლამაზი საუკეთესო ვერსიებით საკუთარი თავისა შედის და მერე აუცილებლად აღმოაჩენს რომ ყველაფერი დროებითი ეფექტი იყო. ამიტომ ადამიანი რომელიც იცნობს საკუთარ თავს ის დროებით ეფექტებს აღარ ჩერდება. ხო, ამას კი რა თქმა უნდა მოაქვს ეს ყველაფერი გამოცდილებას და კიდევ ერთხელ გამოცდილებას. ამიტომ მოდით ვნახოთ 2026 წელს ესეთ турбулентურ, ასეთ ცეცხლოვან წელში თავარი რა უნდა გაუშვათ, რაზე უნდა იმუშაოთ, რის გაშვებაზე უნდა იმუშაოთ, ხო? ვფიქრობ, თემა საკმაოდ საინტერესო გველის წინ. ჩავასწორებ. აი ასე. ნახოთ. რა არის ის, რაზეც 2026 წელს, რის გაშვებაზეც უნდა იმუშაოთ. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი. აი სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე. გამოვიყენოთ ფიგურები, ხო? პირველი გვეყოლება მელია. მეორე გვეყოლება წრუწუნა და მესამე გვეყოლება ბაღაბი, ასეთი. გადახუჭეთ თვალები და კითხეთ სამყაროს
რა არის ის, რაც 2026 წელს მე უნდა დავასრულო, დავამთავრო, გავუშვა? რა არის, რის გაშვებაზე უნდა ვიმუშაო, ხო? როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი, თქვენი ფიგურა მომენტალურად დაგიცახებთ, მომენტალურად მიიწებებს თქვენს მზერას. ესე იგი, იქ არის თქვენი პასუხი. დავიწყოთ პირველი ვარიანტი, ვინც ვერ მოასწარეთ. დააპაუზეთ და ხელთავიდან, რაღაც კიდევ უფრო მეტი ცეცხლი მინდა. კიდევ უფრო მეტი ცეცხლი მინდა. ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო. დავიწყეთ პირველი ვარიანტი, რა არის ის მთავარი სიგნიფიკატორი, რაც უნდა 2026 წელს რის გაშვებაზეც უნდა იმუშავოთ, რა არის ეს? პენტაკლების მეფე. პენტაკლების მეფე. გაუშვით, მეგობრებო, ვინმე პენტაკლების მეფე უნდა გაუშვათ. ვინ არის ეს პენტაკლების მეფე თქვენთვის? თქვენთვის არის იმპერატორი, თქვენთვის არის წესრიგი, თქვენთვის არის კანონი, თქვენთვის არის მაგრამ რადგან იმპერატორის და გაშვებაზე ტოქსიკური იმპერატორია, ხო? რომელიც ვთქვათ ძალიან პრესავს ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ. გაშლილი აქვს ყველგან საკუთარი ენერგიები და თქვენი ენერგიის ადგილი არ არის, ხო? ფაქტი არის, რომ ეს არის ესეთი ძლიერი ციხე-სიმაგრე, კარიბჭე, რომლიდან გასვლაც ძალიან რთულია, ხო, თქვენი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ თვლით, რომ ეს არის რაღაც ესეთი სტაბილური სცენარი, ეს არის უზარმაზარი კოშკი, რომლის ფანჯრიდანაც იყურებით და არიცით როგორ გააღწიოთ, ხო? რაპუნცელი ვითხართ, რომელიც ელოდება პრინც, რომელიც გადაარჩენს, არ ვიცი, ან ჩაუშვებს თავის გრძელთმებს და პრინც ამოიყვანს და მე ერთად გაიქცევიან, ხო, სიტყვაზე. აქ ფაქტი არის, რომ რაღაცა სტრუქტურიდან სტაბილურობა, რომელიც სული შემხუთველია, რომელიც ტოქსიკურია, აქედან გენდათ თავის დაღწევა და ეს უნდა გაუშვათ. ეს უნდა გაუშვათ და როგორ უნდა გაუშვათ? მოდით კიდევ ერთი არკანით ვნახოთ, როგორ უნდა გაუშვას პირველმა ვარიანტმა 2026 წელს სამის ყველაფერი. როგორ უნდა გაუშვას? შესაძლოა სხვა ადამიანის დახმარებით მოახდინოთ ეს ყველაფერი. სხვა ადამიანის დახმარებით. მე პირადად შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს თქვენს გონებაში არის ეს ადამიანი. როგორც ვარიანტი და შვიდიანობის კვერთხები, როგორ უნდა დააღწიოთ, ცით რაღაც იმას ვხედავ თქვენ შორის. საზღვარი, სხვა სივრცე, სხვა რეალობა. საზღვარი გამყოფი სივრცე, ანუ როდესაც ადამიანისგან გაშორებთ რაღაცა კედელი, საზღვარს იკითხართ, ადამიანის საზღვარს აქეთ არის, ხო? რაღაცნაირად ადამიანი გეხმარებათ, რომ საზღვრები დააყენოთ. ადამიანი გეხმარებათ, რომ საზღვარს იქით გადახვიდეთ, ან ადამიანი, რომელიც გეხმარებათ, რომ გაძლევთ ძალას, რომ გაძლიერდეთ და აღმართოთ გარკვეული კედელი. როგორ უნდა განთავისუფლდეს, როგორ უნდა იმუშაოს 2026 წელს ამის გაშვებისგან. Judgment, ეს შეიძლება ქვეყნის შეცვლა იყოს, სამსახურის შეცვლაზე შეიძლება ფიქრობდეთ ვიღაცა და ეს იმპერატორი სულად შეიძლება არა მეუღლე იყოს სიტყვაზე, ხო, არამედ სამსახურში უფროსი, არ ვიცი, ადამიანი, რომელიც თქვენთვის სტრუქტურას, კანონს, რაღაც სისტემას წარმოადგენს, ხო? და ფიქრობთ, რომ თქვენზე ძლიერია შეცვლა, ცვლილება. Queen of the Spires, ხმლების დედოფალი.
ახალი ცხოვრება რა თქმა უნდა ყოველთვის რთულია, როდესაც ჩვენ საუბრობთ გარკვეულ ცვლილებებზე, მაგრამ თქვენ გეუბნებიან, რომ ეს ცვლილებები უკვე ახლოს არის. ეს ცვლილებები უკვე ახლოს არის. ხმლების დედოფალი, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენი მკვეთრი პოზიცია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენი ძლიერი სიტყვის ძალა. ეს შეიძლება იყოს ფუნდამენტალური ცვლილებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა, ერთი რეალობიდან მეორეში გადასვლა. და თუ გადახვალთ, რაღაცა გზაზე ხართ რა, გზა არის. გზა არის. თავისუფლება მოდის. თავისუფლება მოდის. იმიტომ რომ თითქოს ამ სისტემაში, ამ რეალობაში, ამ ადამიანში, ამ სამსახურში ვერ სუნთქავთ. და გავიწყოთ როგორი არის თავისუფალი სუნთქვა. და გემშვიდობებით პირველი ვარიანტი. აი ეს არის რაც უნდა გაუშვათ 2026 წლის ბოლომდე. გავაგრძელეთ მეორე ვარიანტი, თქვენ რა უნდა გაუშვათ 2026 წლის ბოლომდე. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით. ეს უკვე პასუხსველი ყოველთვის მაინტერესებს, ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ, თაგვი ვინც აერჩია, თაგუნია და წრუწუნია ვინც აერჩია, თქვენ რა უნდა გაუშვათ 2026 წლის ბოლომდე. ცხრიანების კვერთხები, პენტაკლები საინტერესო რაღაც კომფორტის ზონა უნდა გაუშვათ, რომელიც შექმნილ რაღაცას ჩაჯექით, რაღაც ერთ კომფორტის ზონაში და აღარ იხედებით არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არც მაღლა, არც დაბლა, ზიხართ კომფორტის ზონაში. საინტერესოა, რატომ უნდა გაუშვათ ეს კომფორტის ზონა? იქნებ იმიტომ, რომ რაღაცნაირად გააჩერა თქვენი განვითარება კომფორტის ზონამა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომფორტის ზონა ცუდია, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ასე აჩვენა, კომფორტის ზონიდან უნდა გახვიდე. კარგი, რატომ უნდა გავიდეს მეორე ვარიანტი კომფორტის ზონიდან? რატომ უნდა დატოვოს ეს კომფორტის ზონა? იმიტომ რომ დაგავიწყდა რა არის ამ კომფორტის ზონის შექმნამ სავარაუდოდ წაიღო ძალიან ბევრი თქვენი ემოცია, წაიღო ძალიან ბევრი თქვენი სილაღე, რომანტიულობა, ძალიან გამოგწურათ, მიხვდით ხომ? კი, იზიხართ, გასაგებია, ოქროს გალიაში ხართ. ოქროს გალიაში ხართ, თითქოს ოკეი, ფინანსურად ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ საშინელი კრიზისი ემოციურ ნაწილში. ამიტომ თქვენ გეუბნებიან, რომ იმიტომ უნდა გამოხვიდე, რომ რაღაც ახალი უნდა შეიცნო. ახალი უნდა შეიცნო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ის რომ ახალი შეიცნო, ამას სჭირდება ბავშვური სიცილქე, ამას სჭირდება სიმსუბუქე, რაც შეიძლება ახლა თქვენ საერთოდ არ გქონდეთ. მიხვდით ხომ? ამიტომ უნდა გამოხვიდეთ. ახალი სამყაროები უნდა გაიცნოთ. ახალი რეალობები, ახალი თუნდაც ადამიანები, ახალი შთაბეჭდილებები უნდა მიიღოთ ემოციური. გამიგეთ ხომ? ახალი შთაბეჭდილებები უნდა მიიღოთ. რა უნდა გაუშვათ 2026 წლის ბოლომდე? კიდევ რის გაშვებაზე უნდა იმუშაოს მეორე ვარიანტმა. არკანი მაგი. ხო, იცით რა არის? ყველაფერი ვიცი, ყველაფერი მაქვს, ყველაფერი კარგად არის. ნახე მაგის გაშვა, ანუ ნახეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კომფორტის ზონაში ჩაგსვათ მაგმაც და კომფორტის ზონაში ჩაგსვათ ცხრიანების პენტაკლი. რეალურად ორივე გადასარევი მშვენიერი არკანია, ვთქვათ რაღაც უფრო სხვა მიმართულებით რომ მუშაობთ, მაგრამ მაგ გეუბნებიან, რომ შენ შესაძლებელია თუ კოლეგები მისმენთ, თქვენი მაგიური კონცეფცია შეიცვალოს, არ ვიცი, ეგრეგორი სისტემა, ინტერესები შეიცვალოს, ხო? იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული სფერო
კონკრეტული მიმართულება არ გემსახურებათ ისე როგორც თქვენ გინდათ. ხდებით ხო? ისეთი სიტყვა გამოვიყენე, მაგია და მსახურება ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. ჩავასწორებ ჩემს სიტყვას. ვერ იღებთ ორ მხრივ ურთიერთობას თქვათ კონკრეტულად თქვენ და კონკრეტული სისტემა სამხრივია ურთიერთობა, საერთოდ არ არის ურთიერთობა. ხვდებით ხო? ამიტომ გეუბნებიან რომ ეს უნდა, თუ კოლეგებისთვის საუბრობთ, გადახედეთ საკუთარ მაგიურ სამუშაოებს, მაგიურ კონცეფციას, ეს სამშრალოვანია, მაგრამ თუ კი თქვათ არ ხართ არც მაგიურ პრაქტიკაში და არც ამ მიმართულებით არ ვითარდებით, გეუბნებიან რომ შენ აიღე რაღაცა შენი ჭერს ურტყა მოკვეთავს ხო, რაღაც შენ მაქსიმუმს მიაღწიე, ჩაჯექი ამ მაქსიმუმში და აღარ გინდა ამის არც შეცვლა, არც გაუმჯობესება, მაგრამ ნახეთ, არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცა ჭერს აღწევენ და დამთავრდა ხო რაღაცა პერიოდი, უნდა იყოს ამ ჭერში და უნდა გაჩერდეს და ასე შემდეგ, ხო? მეც არ აძლევს სამყარო, ან მეტის პრეტენზია არ აქვს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში აქ ჩანს, რომ შესაძლებელია პრეტენზია იმაზე უფრო მეტი გაქვთ, ვიდრე ახლა ცხრიანების პენტაკლებში ზიხართ. ანუ თქვენ გეუბნებიან, რომ თუ კი უფრო მეტი გინდათ, შესაბამისად, მაშინ უნდა წახვიდეთ ახალი ემოციების და ახალი შეგრძნებების საძიებლად, ხო, უნდა დატოვოთ კომფორტის ზონა. და უნდა დატოვოთ ის დამოკიდებულება, რომ მე ყველაფერი ვიცი და მე ყველაფერი გავიგე, ჩემს უკვე სამყაროს განტოლება ამოხსნილია და ყველაზე მაგარი ტიპი ვარ და თუ მაგას ჩათვლით, დამწყებმა კოლეგებმა იციან. ერთი ორ რიტუალი თქვათ იმუშავებს და ყველაზე ყოვლისშემძლენი არიან და ყველაფერი იციან და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი. არ არის სწორი. კარგით. არკანი მაგი რაში გიშლით ხელს, ესე ვიკითხავდი. რატომ უნდა გავუშვათ არკანი მაგი, რაში გიშლით ხელს? რაში გიშლით არკანი მაგი ხელს? The great work. იმაზე ბევრად უფრო დიდებული საქმეების შესრულებაში, ვიდრე რეალურად ახლა აკეთებთ. რაში გიშლით ხელს? რაში გიშლით ხელს? ხო რა, ძალიან ჩაგსვათ კომფორტის ზონაში, ძალიან ჩაგსვათ კომფორტის ზონაში, ანუ იმაზე ბევრად მეტი შეგეძლიათ, ვიდრე ხო ფიქრობთ რომ გაქვთ. იმაზე მეტად ბევრი შეგეძლიათ. ხელს გიშლით აგიხსნით რაში? ხელს გიშლით საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოთავისუფლების გამახსენდა საბერძნეთში სუნიოზე არის პოსეიდონის სალოცავი, ასე ეძახიან, იქ ვიყავი შარშან. ყოველ საბერძნეთში ვიზიტი, როდესაც მაქვს, ყოველთვის მივდივარ თითქმის, იმიტომ რომ პოსეიდონის სალოცავი ჩემთვის რაღაცა განსაკუთრებული და იქ მზის ჩასვლის ყურება რაღაც განსაკუთრებულ ენერგიებს მაძლევს და რაღაცაც გამახსენდა ზუსტად აი ეს სურათი, როდესაც აი ამ სალოცავიდან ვიყურები ხოლმე. და ვაგვარდები მზის ჩასვლას. ნახეთ რაში გიშლით ხელს? დავანებოთ პოსეიდონს თავი, ხელს გიშლით საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოხატვაში, იმიტომ რომ შეალიეთ თქვენი გრძნობები და ემოციები. ხელს გიშლით მოძრაობაში, აქტიურობაში, შესაძლებელია აქ მინიშნება იყოს, რომ დაკავდეთ სპორტით, ფიზიკური აქტიურობით, იმიტომ რომ აქ ნაკლებია ფიზიკური აქტიურობა. ნაკლები არის გაზრდის სურვილი, ნაკლები არის ამ მოძრაობის სურვილი, ნაკლები არის რაღაცის შექმნის სურვილი, სხვათა შორის, ხო, კიდევ ხელს გიშლით რაში? ხმლების დედოფალი, ხელს გიშლით იმაში, რომ საბოლოო ჯამში ამ კომფორტის ზონამ
დაგანევროზაც შესაძლებელია, ხო? ანუ ამის შენარჩუნებამ, ამის დაჭერამ, აი ამაზე მუდმივად ფიქრობა. ანუ შეგვიძლია მაქვს ისეთი, რომ თქვენ გაქვთ რეჟიმი, როგორიც გადავრჩე, მაგრამ არა რეჟიმი ვიცხოვრო. რეჟიმი გადავრჩე, გამორთეთ, ჩართეთ რეჟიმი ვიცხოვრო სრულფასოვნად. გამიგეთ ხომ? და ხელს გიშლით რაში, ხელს გიშლით შემოწირფესება, ის რაღაცა ახალი არკა გასასვლელი, ხო? რაღაცა ახლის შექმნაში, ახალი პროექტი, ახალი მიმართულებების გაშლაში, ხო, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი, შეიძლება კიდევ უფრო მეტი წარმატება მოგიტანეთ, იმიტომ რომ the great work ეს არის დიდებული სამუშაო, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტისთვის ხართ განკუთვნილი, ვიდრე ამას აკეთებთ. დაგემშვიდობებით, მეორე ვარიანტი. იფიქრეთ ამ ყველაფერზე. ახლა კი გადავედით მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი. ეს აღარ ვინც არჩია მაგიური. თქვენ რა უნდა გაუშვათ 2026 წლის ბოლომდე? თქვენ პირდაპირ გეუბნებიან, რომ გაუშვით გულის ტკენაი. გულის ტკენაი გაუშვითო, ეს ამნიშნულოვანია, იმედგაცრუებული ხართ ვიღაცისგან, ვიღაცეებისგან, რაღაცეებისგან, ვის გახართ იმედგაცრუებული. ვის გახართ იმედგაცრუებული. ხანდახან იმედები, რატო გვიცრუდება ხოლმე, რატო გვიცრუდება, რომ მივხვდეთ, რომ იმაზე უფრო დიდ რეგალიებს და იმაზე უფრო დიდ ჩინმენდლებს ვკიდებთ ხოლმე ადამიანებს, ვიდრე რეალურად ისინი არიან. იმედი არ გაუცრუდება ადამიანს, მაშინ, როდესაც რეალურად აფასებს რაღაცებს და ვარდისფერი სათვალით არ იყურება. ვიღაცამ ვარდისფერი სათვალით ჩაგიმსხვრიათ შიგნიდან თან ტკივილად. ვინ გაგიცრუათ იმედები, ან რამ გაგიცრუათ იმედი? მესამე ვარიანტი. კონკრეტულმა მამაკაცმა უმეტესწილად გაგიცრუათ იმედი. თუ მამაკაცები მიყურებთ, კონკრეტულმა ქალმა გაგიცრუათ იმედი. ხო? აღარ არის ისეთი ლამაზი, როგორიც აქამდე იყო. მაგრამ გაუშვით. მე ზემოთ რაც ვთქვი, ჩინმენდლებთან დაკავშირებით, ესე არ მithქვამს უბრალოდ ლამაზი სიტყვებისგან. ლამაზ სიტყვებად მოგესმინათ, არა. რატომ უნდა გაუშვათ ეს ყველაფერი? რატომ უნდა გაუშვათ ეს ყველაფერი? ფარკანი მზე, რომ ზემ გამოანათოს, რატომ უნდა გაუშვათ, ხო, ფილოსოფიური კითხვა დაისვა, ხო, რატომ უნდა გაუშვათ გულის ტკენა, იმიტომ რომ ცუდია, იმიტომ რომ ზემ გამოანათოს. და იმიტომ რომ მზე ხომ ძალიან ეგოისტი სხეულია, ეგოისტი პლანეტაა, ხო? მეს ნიშნავს. თქვენი ეგოს გაკვეთილი იყო საბოლოო ჯამში, ის რომ არავინ არავის არ ეკუთვნის რეალურად, ის რომ ჩვენ თვითონ ვუბუსტავთ ვიღაცებს ეგოებს და საბოლოო ჯამში საკუთარი თავი გვავიწყდება. ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ დაუბრუნდეთ საკუთარ თავს. და საჯარო გაშლის დაწყებამდე რაზე ვისაუბრე, გადმოახვიეთ და კიდევ ერთხელ მოусმინეთ. და როდესაც ამას გაუშვებთ, რას მიიღებთ მესამე ვარიანტი? როდესაც ამ იმედგაცრუებას გაუშვებთ, რას მიიღებთ? ნახ როგორ გიჭირთ. არკანი ვარსკვლავი. სერიოზულ ტრანსფორმაციაში მოგიწევთ გავლა, კატაკომბი, ეს ამას აჩვენებს. სერიოზული იცი რა, თუ ტირილი გინდათ, დეპრესია გინდათ, ლოგინათ, ჩაწოლა გინდათ, ჩაწეკით. იტირეთ, ინერვიულეთ, გამოუშვით ეს ყველაფერი. მე არ მესმის რატო უნდა, ეს დაიკიდე მოგეშვა. არა. ხანდახან უნდა გამოვიტიროთ. ხანდახან არა, უნდა გამოვიტიროთ. ყველა ნერვი, ყველა ემოცია, ყველა ცრემლი უნდა დაგვიშრეს და მერე უკვე მზე და ვარსკვლავი ამოვიდა. წარმოგიდგენიათ?
ეს იცით რას ნიშნავს? უბედნიერესი იქნებით ამ ყოველფრის მერე. წინ თქვენ ახლა ხო ვერაფერს ვერ ხედავთ, შევ თქვენთვის ყველა კარი ჩაკეტილია, მიწის ქვეშეთში ხართ ახლა ფაქტიურად და იგი იქ ასეთი თესლი ხართ, რომელიც გაღვივდება ახლა. გაღვივდება. ჩვენ ხო მიწის ქვეშა პროცესები რა შეგვჭირდება, ხო რომ შიგნით გავღვივდეთ. პეპელა ხო, როდესაც თქვა ჭუბში ჩდება ის ხო საშინელი საზღარი მატლია რეალურად, მაგრამ მე რა გამოდის იქიდან? რა საოცრება გამოდის იქიდან? ულამაზესი არსება გამოდის, რომ ვერ იფიქრებ, რომ აი აქედან ეს როგორ გამოვიდა. აი თქვენ ახლა ჭუბშიზე ხართ. თქვენ ახლა მიწის ქვეშ ხართ. ის თესლის მდგომარეობა გაქვთ, რომელიც ახლა ღვივდება, იხსნება და იქიდან მე ღერო ამოდის. ეს სამტკივნეული პროცესია. გარდაქმნა ხდება შიგნით. ხო და მე ხედავთ უკვე გარდაქმნილს. არკანი ვარსკვლავი. აი, მოდი თქვენი თავი თქვენ თვითონვე დაინახეთ. თუ წარმოდგენა არ გაქვთ რამხელაზე დიდ ბედნიერებებში და ცვლილებებში შევხვალთ, როდესაც ამ ყველაფერს მოინელებთ და გადახარშავთ და მე გირჩევდით, კი არა და არცაც არ გირჩევდით, გისურვებდით, რომ რაც შეიძლება მალე გეპოვოთ თქვენი ვარსკვლავი და თქვენი მზე. იმიტომ რომ საოცარი ხართ. იმიტომ რომ არ გიმსახურებდათ. და არც თქვენ არ იმსახურებდით. თქვენ ერთმანეთს არ იმსახურებდით. ხორჩა. თქვენთან იყო ნინო, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.